გამარჯობა, ამინდი სრულიად შესაბამისია იმ ვიდეოს გადასაღებად, რომელსაც წინა ვიდეოში დაგვირდით. დავათვალიერებთ თბილისის ძველ ქუჩებს, ძველ უბნებს და იქ გაჩერებულ ძალიან დიდი ხანია რომ ყურადღება არავის მიუქცევია. ესეთ მანქანებს გადავიღებთ, რომლებიც მგონია რომ სამწუხაროდ ძალიან მალე გაქრება. და ამ ვიდეოთი ვეცდები რომ ეს მანქანები კადრებად მაინც შემოუნახო YouTube-ს და ფიქრობ რომ ძალიან მალე აღარ იარსებებს. ასე რომ წავიდეთ და მოვძებნოთ ესეთი მანქანები. წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ რა მანქანაა, მოდელზე რო არაფერი არ ვთქვა, იმიტომ რომ არც არანაირი ლოგო აღარ აქვს ზედშერჩენილი, რომ რაიმეთ მივხვდარიყავი, არც მოდელი, არაფერი საერთოდ ზედ აღარ აქვს, რითიც შეიძლება რომ მივხვდე რამენაირად რა მანქანაა. რა ვიცი, რაღაც მხრივ იაპონურსაც გავს, ევროპულს ნაკლებად. შეიძლება რაღაც რუსული წარმოებისაც იყოს, არც ეგ არ არის გამორიცხული, უფრო აი უკან სტოპებით თუ იმსჯელებთ და ბამპერით, ასევე ნიკელის კანტებით და სახელურიც ისეთი აქვს. არც საჭეზე არანაირი ლოგო არ აქვს, რომ თუნდაც ლოგოთი მიხვდე თუ რა მანქანაა. ეს ჭრილი რაც აქვს, მაგითაც ძალიან ძნელია რომ გაიგო რა ლოგო შეიძლება ყოფილიყო შიგნით. ასევე მონაცემთა მაჩვენებლების დაფაზეც არანაირი მიმანიშნებელი რომელიმე ქვეყნის არ არის, თუმცა აქვს როგორც ხვდები კონდიციონერი, რადგან ეზღილაკები აქ რაც ერთ-ერთი სავარაუდოდ როგორც მომეჩვენა, თუმცა არა, კონდიციონერი არ აქვს. მოკლედ ესეთი უცნაური მანქანაა ნუცუბიძეზე, რომელიც ასევე დგას ესე და ქრება ნელ-ნელა. თქვენ თუ იცით თუ რა მანქანაა, რა მოდელია, ძალიან გთხოვთ რომ მეც გამაგებინოთ. მოკლედ სანამ ამ მანქანაზე ჩემს შთაბეჭდილებებს მოგიყვებით, მან უნდა გეტყვით რომ ვიდეოში ვახსენებ Opel Omega-ს. ეს არ არის Opel Omega, ეს არის Opel Astra და ამ შეცდომის გამო ძალიან დიდი ბოდიში. ეხლა კი ჩემს მოკლე შთაბეჭდილებებს გეტყვით ამ კონკრეტულ მოდელზე. ეს არის Opel Omega, ამის გამოშვების წლები ამდენად არ ვიცი. თუმცა მანქანას რასაც უყურებ, საკმაოდ ისეთი საინტერესო კომპლექტაციით არის, რადგან აქვს კონდიციონერი, აქვს ასევე წინ სამისლე ფარები, ეგრეთ წოდებული ტონამიკები. ძრავზე მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო ძრავი ექნება, რადგან უკანა სამუხრუჭე სისტემა არ არის, ეგრეთ წოდებულ ბარაბნებზე და არის სუპორტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ძრავი არ არის ისეთი ცოტა მძლავრი, შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ეს მანქანები იწარმოებოდა, ავტომწარმოებლები უკან, ასე რომ ვთქვათ, აყენებდნენ ეგრეთ წოდებულ ბარაბნებს. ზოგადად Opel-ზე დიდ ინფორმაციას ვერ ვფლობ და მგონია მაინც რომ ამ ყველაფერიდან გამომდინარე, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ჯერჯერობით ისეთი არაფერი არ ჭირს, გაუკეთებელი და აღუდგენელი. უკანა მხარე აქვს ცოტათი ძალიან დაზიანებული და ვფიქრობ ამ დაზიანების მერე დგას ეს მანქანა ესე უძრავად. რამოდენიმე წელია უკვე. რაც ძალიან სამწუხაროა. ხო, კიდევ საინტერესო რაც არის, აქვს სპოილერი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ საინტერესო ძრავი უნდა იყოს. კაპოტ ქვეშ დამალული, არ ვიცი ვინ არის ამის მფლობელი. მე წავიდეთ ახლა და ოზემნოთ შემდეგი საინტერესო ავტომობილი.
აი ესე თბილისის ძველ ქუჩებში, ძველ უბნებში, ძველ ეზოებში შეიძლება წააწყდე ავტომობილს და არა მარტო ავტომობილს, ანუ სრულიად ისტორიას. ეს არის Mercedes-ი W123, როგორც იტყოდნენ, გერმანული ლეგენდარული სედანი. მანქანა, რომელიც მართლა გამძლეობით გახდა ცნობილი და საქართველოში განსაკუთრებით დიზელის რავიანი ვერსიები უყვარდათ, რომელიც დადიოდა და სულ დადიოდა და ალბათ ესეც რომ დაგოქოდა ცოტა ჭკუაზე მოიყვანო, ესეც შეულებრივად ივლის და ივლის. ამ მოდელის მარტივი ესეთი ამოსაცნობი ნიშა რაც არის, ეს არის ორმაგი მრგვალი ფარები, რომლითაც ჩემი აზრით Mercedes-მა რაღაც პატარა მინიშნებები გააკეთა, რომ უკვე გადადიოდნენ მრგვალ ფარზე და უნდათ გამოყოფა ერთმანეთისგან. ჩემი აზრით, პირველი ნიშანი აქ ჩანდა. ნუ მოკლედ ესეთი ორმაგი მრგვალი ფარებით იცნობ მანქანას. მე ამისი განსაკუთრებით hatchback ვერსია მომწონს. hatchback-ი არა, უკვე სწორედ უნივერსალი ვაგონი. ზოგადად ვაგონს უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებ ხოლმე, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემს რაღაც ბევრად უფრო ლამაზია ხოლმე ვაგონი ვიდრე ჩვეულებრივი სედანი და ნუ მოკლედ ავიცი. ეს არ არის უბრალოდ მანქანა, ჩემი აზრით ეს არის ეპოქა, რომელიც თბილისის ეზოშია გაჩერებული. შემდეგი მანქანა კი არის Ford Mustang-ი, მანქანა, რომელიც, რა ვიცი, ასოცირდება თავისუფლებასთან და დაუმორჩილებლობასთან ერთდროულად. ეს არის ხო, Ford Mustang-ი, ამერიკული თავისუფლება, რომელიც ესე ბორბლებზე არის გადმოტანილი. დამახასიათებელი ნიშნები აქვს გრძელი კაპოტი, მოკლე უკანა ნაწილი და, რა ვიცი, ფორმები, რომელსაც სიჩქარე მაშინაც გიეტყობა, როდესაც გაჩერებულია. ის არც ეკონომიისთვის არის, არც სიჩუმისთვის, ის უბრალოდ ემოციისთვისაა და აი ესე სამწუხაროდ დგას წვიმის ქვეშ, მტვერში, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. დღევანდელი ვიდეო კი შეგვიძლია დავასრულოთ, თუ მსგავსი სერიები გაინტერესებთ, შეგიძლიათ გამაგებინოთ კომენტარების საშუალებით და სხვა მანქანებსაც აუცილებლად გადავიღებთ. თქვენ კი შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით და სავარაუდოდ მომდევნო ვიდეოში უკვე Golf 3-ის გაგრძელებაც მიქნება. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.